მოგესალმებით კოლეგებო, გურუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა. განსახილველ საკითხებში წარმოდგენილი არის დადგენის პროექტი პაატა სალიასთვის უფლებამოსილების ვადების შეწყვეტის შესახებ, ასევე პაკეტი სახელმწიფო სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, მე-13 საკითხად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი, მე-17 საკითხად ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, მე-18 საკითხად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, მე-19 საკითხად დადგენილების პროექტი საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელშეკრულების ცვლილების რატიფიცირების შესახებ, მე-20 საკითხად ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკთან რატიფიკაციის საკითხი არის, მე-21 აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულების რატიფიკაცია, 22 კვლავ აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულების რატიფიკაცია, 23, 24 საკითხები 25-ც გახლავთ აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხები. 26 საკითხი სარკინიგზო კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, 28 საკითხი წიაღის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, 29 საკითხი სახალხო დამცველის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, 30 საკითხი პარლამენტის ახალი რეგლამენტი პაკეტად, 51 საკითხი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, 52 სისხლისღამის კოდექსის ცვლილება პირველი მოსმენით, 54 გარემოს დაცვის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, 55 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, 57 მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების საქმიანობის წესში ცვლილება პირველი მოსმენით და ბოლო გახლავთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, აქ არის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ მოგმართავს ზალ სარაჯიშვილი და დასკვნად ამას კენჭი უნდა უყაროთ და შეუწყვიტოთ. კი ბატონო, მესამე საკითხად გახლავთ ვადების გადაწევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომართვა, სხვადასხვა საკითხები 6 თვით გადაეციოს ვადამ, გთხოვთ ამასაც კენჭი უყაროთ. შემდეგი გახლავთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ვადის გადაწევაზე, აქაც გთხოვთ მხარდაჭერას. მე-5 საკითხი საპროცესო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საკანონმდებლო წინადადებაზე, ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის დადებითი დასკვნა საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. მე-7 საკითხი გახლავთ ანგარიში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე მომართვა ქართული ოცნების ფრაქციის პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან გასვლის შესახებ. საკანონმდებლო წინადადება იარაღის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაეცემა თავდაცვითი უშუალების კომიტეტს, ასევე წინადადება გადაეცემა ჯანდაცვის კომიტეტს. ასევე გახლავთ წინადადება ხელფასთან დაკავშირებით, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით გადაეცემა ჯანდაცვის კომიტეტს და ბოლო საკითხი საკანონმდებლო წინადადება საგადასახადო კოდექსში ცვლილებაზე, ესეც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა დახურულია.